ოპოზიცია ბრიუსელს ქართველი ხალხის დასჯას თხოვს. პრაიმ ტაიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ევროკავშირი სავიზო შეზღუდვების დაწესებას მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერებისთვის განიხილავს. ხელისუფლების ოპონენტები კი ევრობიუროკრატებს არწმუნებენ, რომ მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე ზეწოლა შედეგს არ მოიტანს. ამიტომ ევროპელ მოკავშირეებს ქართველი ხალხისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას თხოვენ. თუმცა თბილისში ირწმუნებიან, რომ მათი მიზანი ქვეყნის დასჯა არ არის. ნაციონალური მოძრაობის საგარეო გუნდს დიდი რესურსი აქვს იმაში ჩადებული, რომ უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება, რომელიც იდგა დღის წესრიგში, არ გავრცელებულიყო საქართველოს მოქალაქეებზე და ის გავრცელდეს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფებზე. ეს არის ივანიშვილი, ეს არის მისი გარემოწმება. რუსულ რეჟიმის წინააღმდეგობა მუშაობს ერთობლივად, როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე აქტივისტები, ისე პოლიტიკური პარტიები, პროდასავლური პოლიტიკური პარტიები, რომ ქვეყანას შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა. მაგრამ ეს არ ეხება რა თქმა უნდა ქართული ოცნების წარმომადგენლებს და იმათ, ვინც აი ამ რეჟიმს აძლიერებს. როგორც პრაიმ ტაიმი წერს, ევრობიუროკრატები ამბობენ, რომ თუ ქართველებმა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაც გადაიტანეს და ამ შემთხვევაშიც არ შეცვალეს ხელისუფლება, მათი მორება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება და ევროპიდანაც იძულებული იქნებიან არსებულ ხელისუფლებასთან ისაუბრონ. ამიტომ ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მათ ოპონენტებს პოლიტიკური ბრძოლის ბოლო იარაღად ხელში სწორედ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი შერჩათ. როგორ გითხრათ, გამიკვირდა მეთქი, შოქში ჩავარდი მეთქი, არა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მე თვითონაც არაერთხელ ვარ მომსწრე სხვა პოზიციიდან, სხვა როლში, ეს ადამიანები როგორ ითხოვდნენ ისეთ მოთხოვნებს, როგორ უყენებდნენ ისეთ მოთხოვნებს, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანას დააზიანებდა. უვიზო რეჟიმის გაუქმებას ხედავენ როგორც შესაძლებლობას და იარაღს პოლიტიკური ბრძოლის. საზოგადოებამ დაინახა უკვე რომ ამ პოლიტიკური პარტიებისთვის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის ყველაფერია მისაღები, ნებისმიერი ქმედება. სამართლობის ეს ხარისხი რასაკურველია უკვე იქნება გადაჭარბება იმ პრინციპებზე გადაბიჯება, იმ წითელ ხაზებზე გადაბიჯება, რაც ევროპას უნდა ახასიათებდეს. ზოგადად ეს არის თანამშრომლობის პრინციპი და ეს არის უსაფრთხოების შენარჩუნების პრინციპი. არაერთხელ დაარღვია, მაგრამ ეს უკვე იქნება წითელი ხაზი, რომელსაც გადაკვეთენ და ამაზე არ მგონია და არ ველოდებით, რომ იქნება მიღებული პოზიტიური გადაწყვეტილება. მმართველ გუნდს ბრიუსელის დერეფნებსა თუ კაბინეტებში მორბენალი ოპოზიცია კარგად ახსოვს. იხსენებენ იმ გზასაც, რომელიც საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში გაიარა და იმ ოპოზიციურ დაბრკოლებებსაც, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადალახა. ეს არის მაგალითად მტრული საქმიანობა, როდესაც ბრიუსელში კაბინეტებში დარბიხარ და ცდილობ რომ ქვეყანას მახსოვს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხდებოდა ხელმოწერა, მაშინაც იგივე საკეთებდნენ, რომ როგორმე ეს ხელმოწერა არ მომხდარიყო, შემდეგ იყო ვიზა ლიბერალიზაცია, იგივე დამოკიდებულება იყო უამრავი მცდელობა, რომ არ მომხდარიყო ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი ბოლომდე მიყვანა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ამას ხوار მალავდნენ, პირდაპირ გამოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ კი, ჩვენ დავდივართ იქ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პრაიმ ტაიმის ინფორმაციით ოპოზიცია საერთოდ თხოვნით ბრიუსელს თვის ბოლოს მიაკითხავს. ეს სწორედ ის დროა, როცა ევროკავშირი საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყნის საკითხს მიუბრუნდება და კიდევ ერთხელ შეაფასებს.